საქართველოს ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური კანცლერი მიშლინ კალმირეი ეწვია. ვიზიტს კალმირეი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში ახორციელებს და გეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. დღეს კი კანცლერი უკვე შეხვდა საგარეო შინაგან საქმეთა მინისტრებს, ასევე სახალხო დამცველს და პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს. ქართული მხარე ვიზიტს მნიშვნელოვნად აფასებს, გამომდინარე იქიდან, რომ იანვრის ბოლოს საქართველო ევროსაბჭოს წინაშე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მომზადებული სტრატეგიით უნდა წარსდგეს. საუბარი ძალიან სასარგებლო იყო. განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რომ სადღაც თებერვლის დასაწყისში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ბატონი თემურ იაკობაშვილი ევროპის საბჭოში წარადგენს ჩვენი მთავრობის ახალ კონცეფციას ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართებაში. ამ სტრატეგიას შეუძლია ითამაშოს დიდი როლი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპის საბჭო და თავმჯდომარეობა ამაში მოგვეხმარება. ჩვენ ძალიან კონსტრუქციული და კონკრეტული საუბარი ჰქონდა იმ ვალდებულებებზე, რომელიც საქართველომ 1996 წელს აიღო, როდესაც ევროსაბჭოში გაერთიანდა, ასევე 2008 წელს კონფლიქტების დროს აღებულ ვალდებულებებზეც. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ მხრივ საქართველოს წინ გადადგმულ ნაბიჯებს ვხედავთ. საუბარი შეეხო საქართველოში გასატარებელ რეფორმებსაც. ჩვენ გვინდა საქართველოს არჩევნებში ევროსაბჭოს წარმომადგენლებსაც მიეცეთ დამკვირვებლის ფუნქცია.